მოგესალმებით, ხალხო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და დღეს ჩვენ გვიქნება ძალიან საინტერესო დავიმედოვნებ სასარგებლო პირდაპირ ეთერი. რამდენად ისმის ჩემი კარგად თუ შეიძლება კომენტარებში დამიდასტურეთ. სანამ შეიკრიბება, ვთქვათ, მაყურებლები, სანამ შეგვიერთდება ადამიანები, ვისაც სურს რომ ამ ლაივს დაესწროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარეგისტრირდა. გამოვიყენებ ამ დროს და შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, ახლა კვირას, იწყება შეუზღუდავი მიღწევების NLP მარათონი, რომელსაც სტაბილურად ყოველწლიურად ვაკეთებ ხოლმე. ამ მარათონის მიზანია ჩვენი შესაძლებლობების გაფართოება რისთვის. ის სააზროვნო შესაძლებლობები, ის უნარები, შინაგანი სამყაროს ის მოწყობა, რომელმაც დღევანდელ შედეგიანობამდე მოგვიყვანა, როგორიც არ უნდა იყოს ეს არის ის, ასე ვთქვათ, პოტენციალი, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე. თუ გსურს, რომ ხარისხობრივად ახალ შედეგებს მივახციოთ, ასე ვთქვათ, სულ სხვა დონეზე აღმოჩნდეთ ჩვენი ყოფიერების, იქნება ეს მატერიალური კეთილდღეობა, თუ იქნება ეს სამსახურებრივი წინსვლა, იქნება ეს საზოგადოებრივი წარმოდგენილობა და ასე ვთქვათ, სოციალური გავლენა, იქნება ეს პირადი ცხოვრება თუ სხვა დანარჩენი. ამისათვის ჩვენ გვჭირდება საკუთარი აზროვნების განახლება და არა მხოლოდ აზროვნების განახლებაც გვჭირდება, ემოციური რეაქციების განახლება, გადახალისება გვჭირდება, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გაძლიერება გვჭირდება, ახალი ტიპის ქცევების და ჩვევების, ასე ვთქვათ, შეძენა და ამოქმედება გვჭირდება. შესაბამისად, რაც გვაძლევს საშუალებას შემდეგ დავისახოთ ხარისხობრივად ახალი მიზნები, შევიმუშაოთ ამ მიზნების განხორციელების მიღწევის გეგმები და ასე ვთქვათ, გავაუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრების ხარისხიც და დონეც. ეს იქნება შეუზღუდავი მიღწევების მარათონის მიზანი, ასეთი ტიპის მუშაობა. გაგრძელდება მარათონი 28 დღის განმავლობაში. ეს მარათონი მოიცავს 5 ასე ვთქვათ, ცოცხალ ჩართვას, გარდა ამისა, ყოველ დღე მონაწილეებს ეგზავნებათ შესაბამისი დავალებები აუდიო ფორმატში, რომელსაც ისინი გააკეთებენ. იმიტომ რომ მე დაუბრუნდი ამ მარათონის ჩატარების პირვანდელ ფორმატს, როდესაც დავალებები იყო პატარ-პატარა, მაგრამ ყოველდღე, რამაც გვაჩვენა, რომ შევადარეთ, ხო? შემდეგ შედეგიანობა, ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა ეს ფორმატი. ამისად, ამ მარათონში ასევე გვექნება სპეციალური მედიტაციები, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეცნობიერიც გადმოვიყვანოთ ჩვენს მხარეზე, ასე ვთქვათ, ჩვენი მიზნების მიღწევის საქმეში, და გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოფიერება ყველა მიმართულებით. მოხსნათ, ასე ვთქვათ, ყოველგვარი შეზღუდვები ჩვენი შემდგომი ზრდისა და ახალი მიღწევების. იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ მარათონში, ამ ვიდეოს აღწერაში არის ამ მარათონის პროგრამის და პირობების ბმული, შეგიძლიათ გაეცნოთ და იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა, მომწერეთ პირადში, შეგახსენებთ, იწყება აგერ უკვე კვირას შეუზღუდავი მიღწევების NLP მარათონი. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის საშიში შევის მიცემა ადამიანებისთვის, რომ ისინი გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, იმისთვის, რომ რაღაცა შეცვალონ ძალიან ცხოვრებაში უკეთესობისკენ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე ამას ქსელში, როდესაც ადამიანები, რომლებიც არიან საკმაოდ ავტორიტეტულები ხანდახან, ან აქვთ ამ ავტორიტეტულობის, ასე ვთქვათ, გარიგანი ნიშნები, უბნის პედიატრის სახის გაუმეტყველებით, ესე ვთქვათ, უპირობოდ გვაზმუნებენ იმაში, რომ უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან
თუ გინდა რამე შეცვალოს შენს ცხოვრებაში, რომ ეს არის აუცილებელი წინაპირობა. რატო არის ასეთი რჩევების მიცემა საშიში? Ну, უბრალოდ მიცემა ალბათ იმდენად არა, მიცემა უფრო უპასუხისმგებლო ამბავია, რამდენად არის ასეთი ტიპის რჩევების გათვალისწინება საშიში ჩვენთვის. აა გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ადამიანი ისმენს საკუთარი განვითარებისთვის, ასე ვთქვათ, შექმნილ რაღაცა კონტენტს, მას სავარაუდოდ აქვს რაღაცა პრობლემები. ან თავისი ცხოვრების რაღაცა ნაწილი არ მოწონს, ხო? ან თავისი ცხოვრების დონე არ მოწონს, ან ხარისხი, ანუ სურს რომ რაღაცა შეცვალოს. შესაბამისად, შეიძლება რამდენჯერმე თვითონ სცადა და ესე კარგად ვერ გამოუვიდა, როგორც ასე ვთქვათ, უნდათ. და იწყებს ადამიანების ძებნას, რესურსების ძებნას, ვის გამოუვიდა ეს ამბავი. კარგია თუ გარშემო გაიხედ, გამოიხედება და საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარი, ასე ვთქვათ, საკუთარ საურთიერთობო წრეში აღმოაჩენს ისეთ მაგალითებს, სადაც ადამიანებმა შეძლეს უსაფრთხოდ, ასე ვთქვათ, საღი დაყოლებით თავის ცხოვრებაში რაღაცეები შეეცვალათ და მათ გამოცდილებას გარკვეულწილად გაიზიარებს. პირდაპირ კოპირებას კი არ გააკეთებს, იმიტომ რომ სხვისი გამოცდილების უბრალოდ კოპირება, ну, ხშირად გამოუსადეგარია ხო. მაგრამ რაღაც სასარგებლო იდეებს იქიდან წარმოვიდგინოთ. მეორე მომენტი, როდესაც ადამიანი ეყრდნობა ავტორიტეტულ აზრს, მათ შორის, ასე ვთქვათ, ინტერნეტში, ან ხანდახან რაღაცა წიგნებში, ან ხანდახან ტელეგადაცემებში და სპიკერები გამოიყურებიან ხანდახან ძალიან ავტორიტეტულად და ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეცნობიერი მზად არის შთაგონებისთვის. შესაბამისად, ამ ავტორიტეტული ფიგურებიდან წამოსული ინფორმაცია ჯდება პირდაპირ ქვეცნობიერში და ჩვენი ქვეცნობიერი იჯერებს, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, ანუ არსებული კომფორტი უნდა დავანგრიოთ იმისათვის, რომ ჩვენ ცხოვრებაში შეიცვალოს რაღაცა უკეთესობისკენ. როგორც კი ჩვენი ქვეცნობიერი ამას დაიჯერებს, ხდება ძალიან საინტერესო რამ. ანუ როგორც კი ეს გადაიქცევა ჩვენი ქვეცნობიერი წმენა წარმოდგენების ნაწილად, ჩვენ ტვინი ამუშავდება ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ჩვენს ტვინს როგორც ასეც, ხო, საერთოდ არ აინტერესებს ჭეშმარიტების ძიება, როგორც ასეთი. ასეთი მიზანი არ აქვს მას. ჩვენს ტვინს სურს, რომ მუდმივად მართლდებოდეს ის, რისიც მას ჭერა ქვეცნობიერ დონეზე, რაზეც არის დაყოლრაებული. მაგალითად, თუ ტვინმა დაიჯერა, რომ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისთვის კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე, და წარმატების, ასე ვთქვათ, მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დისკომფორტზე გავლით, რაღაცა დისკომფორტული გზებით. ანუ შტაბგარეში წამებული უნდა გახდე რა. ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინი დაგვიმალავს მიზნების მიღწევის ყველა კომფორტულ შესაძლებლობას, მათგანაც ვთქვათ, ჩვენ აღქმას გარდაქმნის ისე, ჩვენ უბრალოდ ვერ შევამჩნევთ მარტივ, კომფორტულ, სწრაფ გზებს და ვიქნებით კონცენტრირებული ან დისკომფორტული გზების აღმოჩენაზე, პოვნაზე, ან თუ დისკომფორტული გზები არ არსებობს მიზნის მიღწევისა, ჩვენ ვიქნებით პირველი ადამიანი, ვინც შექმნის ამ დისკომფორტულ რთულ გზებს. რისთვის, რომ ტვინმა, ასე ვთქვათ, მიაღწიოს თავისას, რომ გამართლდეს ის, რისიც მას წამს. იმიტომ რომ, როდესაც მართლდება ის, რისიც ჩვენ გვჯერა, ამ შემთხვევაში ხდება სიამოვნების ჰორმონების, ბედნიერების ჰორმონების ცხენის დოზის გამოყოფა და მოკლედ ჩვენი ტვინი არის კმაყოფილი ამ ამბავით. ამიტომ ასეთი უპირობო რჩევები, რომ მაინც და მაინც უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან იმისათვის, რომ სასურველს მიაღწიო, იმისთვის, რომ შენ ცხოვრებაში რაღაცა შეიცვალოს უკეთესობისკენ, ეს არის საშიში, იმიტომ რომ ესეთი ტიპის რჩევები უბიძგებს ადამიანებს იმ სიკეთეების ნგრევისკენ, იმ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ნგრევისკენ, იმ ფინანსური შემოსავლების ნაკადების ნგრევისკენ, ჯანმრთელობის ნგრევისკენ, რაც მას უკვე აქვს. და რეალურად იმისთვის, რომ შეცვალო შენ ცხოვრებაში რაღაცა უკეთესობისკენ, ხო, ტვინი თუ გაქვს,
ჯერ უნდა გაიაზრო, ასე ვთქვათ, რა მაქვს, რას ვფლობ, ასე ვთქვათ, რესურსების სახით, ხო? მაგალითად, რა ფინანსებს ვფლობ, რა ურთიერთობებს, რა კავშირებს, რა ცოდნას, რა კომპეტენციებს, რა ხასიათის თვისებებს, რა ქონებას, რა დროის რესურსებს, ანუ რა რესურსებს შემიძლია დავეყრდნო იმისთვის, რომ პირიქით, ასე ვთქვათ, ჩემი კომფორტის სივრცე გავაფართოვო. იმიტომ რომ ადამიანებს სურვილის, ასე ვთქვათ, ცვლილებების სურვილი უჩნდებათ რამდენიმე შემთხვევაში. ერთ-ერთი ბოდიში ეს არის დისკომფორტი. როდესაც ანუ რაღაცა პრობლემა გაქვს და ეს პრობლემა იმდენად დისკომფორტულია და მტკივნეულია, რომ იწყებ გამოსავლის ძებნას. მეორე მომენტი, მეორე შემთხვევა, როდესაც გიჩნდება რაღაცეების შეცვალა უკეთესობისკენ, ეს არის ახალი ცოდნის და უნარების შეძენა. მაგალითად, შეიძინეთ ახალი პროფესია, წახვალით რაღაცა ტრენინგზე, აითვისეთ რაღაცა უნარები. ის თქვენ თვითონ ისწავლეთ რაღაცა წიგნი წაიკითხეთ, რაღაცა მასალებს გაიცანით, ანუ გაგიჩნდათ რაღაცა ახალი უნარები და ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. ამ შემთხვევაში ეს ახალი ცოდნა თქვენ გიხსნით ახალი შესაძლებლობების დანახვის ახალ უნარებს. და შენთვის, ასე ვთქვათ, გასაგები ხდება, რომ თურმე შეიძლება გავაფართოვო ჩემი შესაძლებლობების არეალი, გავაფართოვო ჩემი კომფორტის ზონა ძალიან მარტივად, ზუსტად აი ამ ცოდნის, უნარების და ტექნოლოგიების გამოყენებით. შესაბამისად, იმისათვის, რომ მივიღოთ ცხოვრებაში განხორციელებული ცვლილებები ჯანსაღი სახით, ეკოლოგიური სახით, ხო, იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც NLP-ის სპეციალისტებს, ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტებს ეკითხებიან რა არის ყველაზე მთავარი მათ მუშაობაში, ერთ-ერთი უმთავრესი ეს არის ეკოლოგიურობა. რას ნიშნავს? მარტივი ქართული ენით რომ ვთქვათ, ერთს რო აკეთებ, მეორე არ უნდა გააფუჭო. ანუ რაღაცა მიზნებისკენ რომ მიდიხარ, ის სიკეთეები, ურთიერთობები, ასე ვთქვათ, რესურსები, რა შენ ცხოვრებაში უკვე არის წარმოდგენილი, ეს არ უნდა განადგურდეს, არ უნდა დაზიანდეს. პირიქით, ეკოლოგიური ცვლილება ეს არის ისეთი ცვლილება, როდესაც შენ შეგიძლია მიაღწიო სასურველ შედეგს, ისე რომ შეინარჩუნო ყველაფერი ის, ისი შენარჩუნებაც გსურს. ამისათვის გვჭირდება ძველი წარმოდგენების მოდიფიკაცია, რომელიც გულისხმობს რას, რომ კომფორტის ზონიდან კი არ უნდა გამოხვიდე მაინდა-მაინც, ხო? გაცილებით უფრო ჯანსაღი აზროვნება ამ შემთხვევაში იქნება შემდეგნაირი, რომ მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ არსებობს შედეგის მიღწევის, პოზიტიური სულების განხორციელების, კომფორტული, მარტივი, სასიამოვნო, შემოქმედებითი გზები, ამავე დროს მზად ვარ დისკომფორტის გადასალახად, თუ ეს დისკომფორტი გზაზე შემხვდა. ხო? იმიტომ რომ თუ გაცნობიერებულად ირჩევ დისკომფორტულ გზებს, ხო? ანუ რაღაცა მაზოხიზმის სუნია ეს კლინიკური ჟანრია. თუ ასე ერთობის სხვა ამბავია და თუ აცნობიერებ, რომ ნუ აი გადაგდის ყველაფერი ცხოვრებაში თავზე და ერთადერთი რაც დაგჭა, ასე ვთქვათ, გართობა და მოდი აი უფრო რთული გზებით წავიდეთ, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვსაუბრობთ მიზნების მიღწევას, ასე ვთქვათ, რესურსების შენარჩუნებით, ნაკლები დანახარჯებით, ხო? როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური. ამ შემთხვევაში კომფორტული, სწრაფი და ასე ვთქვათ, შემოქმედებითი გზები გაცილებით უფრო სასარგებლოა და დამეთანხმებით ამ ამბავში. და შესაბამისად, როგორც თქვით, პირველი რაც არის გასაკეთებელი, უნდა გავიაზროთ, დავუშვათ უბრალოდ აი აქ თავში, ესეთი შესაძლებლობა, რომ ჩემთვის, ეს ხისთვის შეიძლება არა, იმას აღჯერა, შევეშვათ იმ ვიღაცას, იმას დისკომფორტით უნდა სიარული, კი ბატონო, უსულო წარმატება. ჩემს ცხოვრებაში შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მიზანს ვახცევდე მარტივად, მიზანს ვახცევდე სასიამოვნოდ, კომფორტულად, ასე ვთქვათ, თამაშით, შემოქმედებითი გზებით. ამავე დროს მზად ვარ დისკომფორტიც დავძლიო, წინააღმდეგობები დავძლიო, თუ გაჩნდა ესეთი წინააღმდეგობები, კი არ ვეძებო წინააღმდეგობები, სპეციალურად კი არ შევიქმნა, კი არ დავაპროვოცირო გარემო, რომ შემიქმნას ბარიერები, ხო? არა.
მაგრამ თუ გაჩნდა ესეთი დისკომფორტები, კი ბატონო, მზად ვარ მათაც შევერგინი. აი, ესეთი მიდგომა იქნება გაცილებით უფრო ჯანსაღი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გონება ქვეცნობიერად ეძებს უფრო მარტივ სწრაფ გზებს, ეძებს კომფორტულ გზებს, ჩვენი შემოქმედებითი უნარები მომართულია ასეთი სწრაფი და მარტივი გზების შექმნაზე, თუ გზასახით ისინი არ არსებობენ. Საბამისად, ესეთი გზა იქნება გაცილებით უფრო სწრაფი და ჯანსაღი. ანუ საქმე არის ესე ვთქვათ რწმენა წარმოდგენებში. და როგორც თქვი, იმ შემთხვევაში ჩვენ როდესაც უპირობოდ ვაცხადებთ, რომ მაინც და მაინც კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე, ეს არის საშიში, იმიტომ რომ ეს ანგრევს არსებულ კეთილდღეობას ადამიანის ცხოვრებაში. და ალბათ უნდა შემოვიტანოთ თვითონ კომფორტის ცნება, ხო? ძალიან ხშირად ადამიანებს ერევათ ხოლმე ერთმანეთში დისკომფორტი და სიახლე. იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება რაღაცა ახალი, როცა რაღაცა ახალ ტერიტორიაზე შევდივართ, ახალ ტერიტორიაზე ვაბიჯებთ ხოლმე, ხო, სადაც ისიც კი არ ვიცით, რა არ ვიცით. აი, აბსოლუტურად ახალ სიტუაციაში ხვდებით, ახალ გარემოში. ახალ გამოცდილებას ვღებულობთ, არ ვიცი, ახალ სამსახურში ეწყობი, ოჯახს ქმნი, კიდევ რაღაცა, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინის რეპტილური ნაწილი, რომელსაც ავალია ჩვენი უსაფრთხოების დაცვა, ნებისმიერ სიახლეს ტესტავს იმ თვალსაზრისით, ხომ არ არის ეს საფრთხე. და ყოველი შემთხვევისთვის ყველაფერ და ყველა ახალს ჩვენ ცხოვრებაში უყურებს, ასე ვთქვათ, აი ამ ჭრილში ხომ არ არის ეს რაღაცა ასე ვთქვათ საშიში. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რწმუნდება, რომ აქ არანაირი საშიშროება არ არის, ასე ვთქვათ, გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად ვიაროთ და ვიმოქმედოთ. იმისთვის, რომ ეს ამ მექანიზმს აუაროთ გვერდი, საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენი კომფორტის ზონა, ან ასე ვთქვათ, სიახლის ზონა გავაფართოვოთ ნელ-ნელა. პატარ-პატარა ნაბიჯებით და აქ ყველაზე ფანტასტიკური შესაძლებლობა ეს არის ახალი რაღაცეების სწავლა. ახალი ინსტრუმენტების ათვისება, ახალი უნარების ათვისება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ასე ვთქვათ, ახალი შესაძლებლობების დანახვას. და ბამსეთ იმის დანახვას, თუ როგორ შეიძლება, რომ შედეგებს მივაღწიოთ გაცილებით უფრო მარტივად და სწრაფად. ანუ საუბარია ისევ ჩვენს რწმენა წარმოდგენებს. ამიტომ, როგორც ვთქვით, გავმეორდები, ჯანსაღი რწმენა წარმოდგენა, ჯანსაღი მიდგომა ცვლილებების მიმართ არის შემდეგი, რომ დაუშვათ აზრის დონეზე, რომ ჩემს ცხოვრებაში შესაძლებელია ცვლილებები ხდებოდეს მარტივად, სწრაფად და კომფორტულად, ну თუ წინააღმდეგობები გაჩნდება, თუ დისკომფორტები გაჩნდება, მზად ვარ, ამასთანაც ვიმუშაო, ამასაც გავუმკლავდე. და როდესაც ავტორიტეტული ფიგურები საკმაოდ ეუბნებიან, რომ მაინც და მაინც უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, ეს ავტორიტეტული ფიგურები, ესე ვთქვათ, თავის ავტორიტეტის თუცის შთააგონებენ ადამიანებს იმ აზრს, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე მაინც და მაინც, ხო? ეს არის საშიში. იმიტომ რომ როგორც ვთქვით, შეიძლება ბევრი რაღაცა დაანგრიოს ადამიანის ცხოვრებაში. და ჩააყენოს ის გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, სუსტ პოზიციაში სასტარტო, ვიდრე შეიძლება და ყოფილიყო იმისთვის, რომ მას დაესახა რაღაცა ახალი მიზნები და ახალი ჰორიზონტებისკენ დასულიყო. ისევ და ისევ ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი ქვეცნობიერის ფუნქციონირების მექანიზმებიდან, იმიტომ რომ დავიმახსოვროთ, ჩვენი გონება არ ეძებს ჭეშმარიტებას. ჩვენი გონება ეძებს ისეთ სიტუაციებს, სადაც ეძლევს იმის განხორციელებას, რისიც მას ჯერა, რაზეც არის დაპროგრამებული. მაგალითად, თუ ქვეცნობიერად გჯერა, რომ აი იქ სადაც მე ვარ, იმ სიტუაციაში, იმ ადამიანებში, გარემოში, ქვეყანაში, რეგიონში, პლანეტაზე და ასე შემდეგ, რომ აი აქ ჩემთვის შეუძლებელია მაგალითად მატერიალური კეთილდღეობა ნორმალურ დონეზე. შესაბამისად, ჩვენი გონება ზუსტად ისე გადააწყობს ჩვენს აღქმას, რომ ჩვენ ვხედავდეთ მხოლოდ შეზღუდვებს სიტუაციაში და
ვერ გხედავდეთ ხელსაყრელ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ჩვენი ამოცანები ასე ვთქვათ, ფინანსური თუ მატერიალური წარმატებით გადაჭროთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაუშვით აზრი, რომ შესაძლებელია პრინციპში ამ სიტუაციაში სასურველი შედეგიანობის მიღწევა ჩემთვის, ამ შემთხვევაში ჩვენი გონება იწყებს კონცენტრაციას ზუსტად ამ შესაძლებლობების მოძიებაზე ან მათ შექმნაზე, რაც გაცილებით უფრო გვიმარტივებს, ასე ვთქვათ, შედეგიანობის ზრდას. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა დღეს ამ თემაზე, ან რამე სხვა თემაზე, კი ბატონო, დღეს კიდევ გვაქვს დრო დარჩენილი, მომწერეთ აი აქ ჩატში და ვისაუბროთ. და თუ შეიძლება ერთდანათამდე მონიშნეთ, რამდენად სასარგებლო იყო ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს გაგიზიარეთ. და სანამ აყალიბებთ თქვენ შეკითხვებს, შეგახსენებთ 18 იანვარს, აგერკვირას, იწყება შეუზღუდავი მიღწევების NLP მარათონი, რომლის მიზანიც არის ჩვენი აზროვნების განახლება, ემოციური მდგომარეობის განახლება, ისეთნაირად, რომ ჩვენ შევძლოთ, ასე ვთქვათ, შედეგიანობის უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. ამ მარათონს ვაკეთებ ხოლმე წელიწადში ერთხელ და ძალიან ბევრი თქვენთაგანი ვიცი, რომ სტაბილურად წელიწადში ერთხელ გადის ამ მარათონს და მე მწერთ ხოლმე პირადში, რომ ყოველი ასეთი მარათონის შემდეგ რაღაცა დიდ ნახტომს აკეთებ, დიდ წარმატებას აკეთებ ხოლმე და ძალიან მიხარია და ამიტომ ვაგრძელებ, ასე ვთქვათ, ესე შეუცვლელად ამ მარათონის გაკეთებას ხო პერიოდულად. თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა, ამ ვიდეოს აღწერაში არის ბმული, შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამას და მომწეროთ ამასთან დაკავშირებით პირადში. წავიკითხოთ შეკითხვა. გეთანხმებით, სულ გვასწავლიდნენ, რომ დასახულ მიზნის თუ წარმატების მიღწევა აუცილებლად მძიმე შრომასთან არის დაკავშირებული. ახალი ცოდნა ახსენეთ რაიმეს შესწავლაც რაღაცა დოზით, ხომ არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა. არ არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა რაიმე ახლის შესწავლა, თუ იცით როგორ ისწავლოთ კომფორტულად. მარტივი ტექნიკა არსებობს ესეთი, ასე იგი ვხუჭავთ თვალს და წარმოვიდგენთ აი იმ რაღაცის სწავლის პროცესს, რისი სწავლაც გვინდა. როდესაც ამაზე ვფიქრობთ, როდესაც ამას ესე ცოცხალი ფილმი წარმოვიდგენთ, ხო, მაგალითად მარჯვენა ხელზე შეგიძლიათ აი ეს ორი თითი ერთმანეთს დააჭიროთ და თან იფიქროთ იმ რაღაცეების ათვისების და სწავლის პროცესს. დაახლოებით 10-20 წამი აკეთეთ ეს. შემდეგ გაიხსენეთ მომენტი, როდესაც თავს გრძნობთ ფანტასტიკურად კარგად. აი გადასარევად გრძნობთ. თავს არ აღნიშნულობა, როდის იყო ეს ამბავი. ისევ დახუჭეთ თვალი, წარმოიდგინეთ, რომ ისევ იქ იმ პოზიტიურ სიტუაციაში, იგივე ხედავთ, იგივე გესმით და გააღვიძეთ სხეულში ეს პოზიტიური შეგრძნებები, სასიამოვნო შეგრძნებები და ეს, ასე ვთქვათ, რომ შემოვა სხეულში მარცხენა ხელზე, იგივე თითები, ეს დააჭირეთ ერთმანეთს და გეჭიროთ აქაც 1-10-20 წამი, ხო? შემდეგ დააჭირეთ ერთსაც და მეორესაც ორივე ხელზე, გააქტიურეთ ეს ღუზები. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ სწავლის პროცესი მიდის ძალიან სასიამოვნოდ. აი, ყოველი სწავლის ეპიზოდის წინ, ყოველი პრაქტიკის წინ, მეცაინეობის წინ გააკეთეთ ეს ერთ კვირაში შეატყობთ, რომ ჯერ ერთი მოტივაცია გაგეზრდება სწავლის, იმიტომ რომ უფრო სასიამოვნო გახდება, ხო? სხვა შორის არა მარტო სწავლა, ნებისმიერ ტიპის საქმიანობას შეგიძლიათ მიაბოთ პოზიტიური ემოციები, აი ამ ტექნიკით. და შემდეგ შეატყობთ იმას, რომ თურმე სწავლა შესაძლებელია იყოს ძალიანაც სასიამოვნო, სასიხარულო და ლაღი პროცესი. კიდევ ერთი შეკითხვა. თუ გაჭედილი ხარ და ვერ ხვდები საით, რომელი მართულებით წახვიდე, ამ შემთხვევაში რას უნდა ჩაუღრმავთ? შეადგინეთ სამი სია. პირველი, რითი ვარ ჩემს ცხოვრებაში კმაყოფილი. დაუვარეთ ყველა სფეროს. ჯანმრთელობა, ფინანსების სამსახური, პირადი ურთიერთობები და ასე შემდეგ, ხო? ანუ რა მაწყობს ჩემს ცხოვრებაში, რა მაკმაყოფილებს, აი წვრილმანებშიც ჩადით. რითი ვარ უკვე კმაყოფილი, ეს ერთი.
მეორესია, რა არ მომწონს ჩემს ცხოვრებაში და რისგან მინდა გავთავისუფლდე. ეს მოგცემთ პრობლემების ჩამონათვალს. მესამე, რა არ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მინდა რომ იყოს. ეს მოგცემთ მიზნების ჩამონათვალს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გაიგებთ, საიდან გინდა წამოხვიდეთ, სად გინდა მიხვიდეთ და რა შეგვიძლია დაეყრდნოთ, ანუ რა რესურსებს ფლობთ უკვე ამისათვის. აი ეს ესე ვთქვათ, პირვანდელ წესრიგს ჩამოაყალიბებს თქვენს გონებაში. და აბა ისმის ჩემი მე მგონი რაღაცა ინტერნეტმა დააცემინა. და კიდე ერთ კომენტარი ძალიან სასარგებლო იყო. ფრაზა კომფორტიდან გამოსვლა რომ ესმის ავტომატურად სერიოზული პროტესტი მიჩნდება მიუხედავად ყველაფრის. იცი, დისკომფორტის გაცნობიერებულად ძებნა რაღაცა კლინიკური შემთხვევა. ზარმაცეს რა უხოთ, საზრისები უნდა განაახლო. ანუ უნდა იყოთ ან შექმნათ პასუხები შეკითხვაზე რისთვის. აი ეს აქტიურობა რისთვის და წახვიდეთ ცოტა უფრო ღრმად, ხო აი აღმოაჩინოთ რა მოტივები და რა ღირებულებები გამოძრავებთ სინამდვილეში. და როდესაც ამას აღმოაჩენთ, როდესაც გეგონებათ რომ აი ახლა გავიგე რისთვის ვჭირდება რაღაცების კეთება და აქტივობა, მიაქციეთ ყურადღება, ეს ღირებულებები, ეს მოტივატორები, ეს არგუმენტები, მიზნები სხეულში ფიზიკურად თუ აღძრავენ ენერგიულობის და მოქმედების შეგნებას. თუ ვერა, ესე იგი თქვენი ჭეშმარიტი მოტივატორები ჯერ ვერ აღმოაჩინეთ. მმ. კი ბატონო, გითხრათ შეკითხვებზე ვართ გადასული. ერთი 10 წუთი გვაქვს კიდევ შეკითხვებისთვის. 13 წუთი უფრო სწორედ. და შემდეგ ნელ-ნელა ვიცეკვებთ გასასვლელისკენ, როგორც ვამბობ. ალბათ თუ გსურთ რომ რაღაცა ბევრი ტექნიკა ითვისოთ, საკუთარ თავზე სამუშაოთ, გეპატიჟებით შეუძლოდა მიღწევების NLP მარათონში, რომელიც 18-ში იწყება. აი, იქ ყოველ დღე აითვისებთ რაღაცა ახალ ტექნიკას და ცოტა ხანში 28 დღეში 28 დღიანი მარათონია, ერთ თვეში ფაქტიურად თქვენი ტექნოლოგიური არსენალი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება. ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გაგიჩნდებათ იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემები მოაგვაროთ, საკუთარი ამოცანები გადაწყვეტოთ დამოუკიდებლად. შესაბამისად, მოგზავნით. პროგრამა შეგვიძლიათ გაეცნოთ ან ჩემს page-ზე, აქ ან ბმულია ვიდეოს აღწერაში. ჩანსები დარჩება, კი. და ადრე გქონდათ ფინანსური მარათონი და ძალიან დამეხმაროთ, ის გეგმავთ, რომ არ გამორჩეს. ანონსებს ადევნეთ თვალი და ჯერ იქნება შეუზღუდავი მიღწევების მარათონი, დაახლოებით 1 თვე და სადღაც მე იქეთ გამომდინარე იქიდან როგორ იქნება დატვირთული ტრენინგებით და ასე ვთქვათ, მივლინებებით. ну, მოკლედ სადღაც გაზაფხულზე აუცილებლად იქნება. და მარათონის შესახებ მაინტერესებსო. მე დისოციაციის მეშინია, თორემ მინდა მონაწილეობა. დისოციაციაში რას გულისხმობთ? თუ ასე ვთქვათ, სამედიცინო კუთხით მეუნდებით ამას, თუ ყავთ ექიმი, რომელიც რომელთან კურნალობთ ამ თემაზე, გაიარეთ კონსულტაცია, თუ შეიძლება თქვენთვის NLP-ის ტექნიკებით ვარჯიში. და შემდეგი შეკითხვა. ყველა წინსვლა თვითუცვლელობით და მხოლოდ მძიმე შრომის ხარჯზე ხდება ჩემთან. ანუ ერორი ალგორითმში. ну, გააჩნია გარემოს კიდე, ხო? მაგრამ სტრატეგიულად რო შევხედოთ ამ საკითხს, შესაძლებელია თუ გარდავქმენით ალგორითმი საერთოდ საიდან იქმნება, მარტივად რო ვთქვათ, ხო, ჩვენი სამოქმედო და სააზროვნო ალგორითმები იქმნება ჩვენი რწმენა წარმოდგენების ნიადაგზე. თუ
ქვეცნობიერ დონეზე გვაქვს მენა წარმოდგენა, რომ ჩემ ცხოვრებაში შეიძლება მარტივად იცვლებოდეს რაღაცები უკეთესობისკენ, მარტივად ვახცევდე ჩემს მიზნებს, მაშინ ალგორითმების შექმნისას ჩვენი გონება ითვალისწინებს ამ პრინციპებსაც და აგებს იმ ალგორითმებსაც, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, მარტივი გზების აღმოჩენის ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, სიმარტივეების დეტექციის კომპონენტებისაც არის. თუ ასეთი წარმოდგენა არ არის, მაშინ ის აშენებს მხოლოდ ესე ვთქვათ, სიმდიმით გავლით რაღაცების მიღწევის გზებს. Так, მე პირადად მეტი შესაძლებლობები მაქვს კომენტარს ვითხულობ. ცხოვრებაში თუმცა მომწონს ამ კომფორტის ზონაში როგორც ვარ, თუმცა შემიძლია უფრო მეტ შედეგებზე გავიდე ცხოვრებაში. რისთვის? ერთხელ ვამბობ, ამ შემთხვევაში მოსაძებნია პასუხი შეკითხვაზე რისთვის. მმ. კიდევ ერთი კომენტარი მაქვს, შექმნილი არაჩვეულებრივი დამატებითი რვეულები, რომელიც ფართოდ ვერ განვავრცელა და მართლაც საოცრად შედეგზე ორიენტირებულია. თავს რომ მოგმარდები, მხოლოდ ერთი პასუხი მესმის, რომ დანარჩენი ჩაფიქრებულიც შევქმნა და შემდეგ შევიტანო მაღაზიებში. ეს წარმოდგენაა ჩემი თუ ვენდო შინაგან ინტუიციას. არა, შინაგან ინტუიციას არ ენდოთ, გჭირდებათ მარკეტოლოგი და მარკეტინგის და გაყიდვების ან სპეციალისტი, ან ამ დარგში შეგიძლიათ გაიაროთ რამეს ტრენინგი, ხო, რომელიც საფუძვლებს მოგცევ. ამ დარგში ფაქტობრივად თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საუბარი გაყიდვაზე, იმისა, რაც შექმნით. აქ ინტუიცია გჭირდება, გაყიდვის ტექნოლოგიები გჭირდებათ. Так, შემდეგი კომენტარი. როდესაც ახალი საქმის დაწყებას ვიწყებ, სწორედ მაშინ ჩნდება პრობლემები, რატომ? თუ გარე პრობლემები ჩნდება, აქ არის სამუშაო, ასე ვთქვათ, იმ მენაწარმოდგენებთან, გაუცნობიერებელად მენაწარმოდგენებთან და შესაძლოა ტრავმებთან, რომელიც, ესე ვთქვათ, გიანდერძეს წინაპრებმა ან იმ კულტურამ, რომელშიც ჩამოყალიბდით. შეიძლება თქვენი ინდივიდუალური არ არის, კოლექტიური. რაც მანისა პრობლემას პრობს. აქ მეშინია საკუთარი თავი ვერ ვიცნო, შეიძლება ეს ჩემი შიშია სიახლის? არ ვიცი, ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ პირად კონსულტაციაზე მოგზანდეთ და იქ გავარკვიოთ, ასე ვთქვათ, რაშია საქმე. მმ. გამარჯობა, რა კარგი იყო ჩვენი შეხვედრა, რომელს გულისხმობთ ეს ომნიაში რო ჩატარდა ნეიროსპექტივას ტრენინგი? ოკეი. როგორ შეიძლება ეკოლოგიურად დავეხმარო ადამიანს, როდესაც ხვდები, რომ ბევრ დროს ხარჯავს უსაქმურობაში, არ უნდა მუშაობა? აა, ახალი რამის შესწავლა. არ არის კომფორტულად, მაგრამ ცხოვრების სტილის შეცვლას არ უნდა. ნუ თუ არ უნდა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი ხედვა გაუზიაროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, თქვენი აზრით მას აქვს დიდი პოტენციალი და იმ შემთხვევაში თუ მას განავითარებს შეუძლია აი ასეთი ცვლილებები მიიღოს, თუ ვერ განავითარებს ამ პოტენციალს, შეიძლება ასეთ პრობლემებს წააწყდეს შემდეგი რამდენიმე წლის ანაწლეულების განმავლობაში. ნუ თუ თვითონ არ სურს ადამიანს, ანუ არ ჭირდება. ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, დაანებეთ.
Так, ADHD სიმპტომის მქონე ადამიანს რას ურჩევთ, როგორ გადალახოს ეს სიმპტომები? პირად კონსულტაციაზე მომზადეთ ფსიქოთერაპიაზე და იქ გადავლახავთ მაგ სიმპტომებს. აჰა, სამასარაგებლოზე საცხობში ჩვენი შეხვედრა. კი ბატონო, ეკლერების რიგში. პირად კონსულტაციისთვის Facebook-ზე უნდა კი ბატონო, აი ამ პეიჯის პირადში შეგიძლიათ მომწეროთ. ოკეი, 5 წუთი გვაქვს კიდევ დარჩენილი დრო, თუ გვაქვს შეკითხვები, ჩამოაყალიბეთ, თუ შეკითხვები აღარ გვაქვს და პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ და შეგახსენებთ, რომ 18-ში ვიწყებთ შეუზღუდავი მიღწევების NLP მარათონს. მათთვის, ვისაც გსურთ საკუთარი ცხოვრების განახლება და ახალი ჰორიზონტების, ასე ვთქვათ, ათვისება, ახალი მიზნების მიღწევა, ყოველივე იმ კარგი შენარჩუნებით, უკვე მიღწეული შენარჩუნებით, რაც, ასე ვთქვათ, გაქვთ ცხოვრებაში. თქვენ საქართველოში ხართ ხანდახან. თუ ადამიანს არ სურს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, როგორი ტიპის ადამიანთან გვაქვს საქმე? ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანთან გვაქვს საქმე, თუ მას არ სურს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ დგები და იწყებ იმაზე ფიქრს, როგორ შევიქმნა დისკომფორტ, აი აქ ძალიან სასწრაფოდ, როგორც მინიმუმ ფსიქოთერაპიაზე უნდა მივიდეს ესეთი ადამიანი, იმიტომ რომ აშკარად ნევროზი აქვს, თუ ცოტა ფსიქოთერაპია. რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ეძებს კომფორტს. რატო? იმიტომ რომ რო დახედოთ ამ პლანეტას ზოგადად, მარტო სოციალურ გარემოს არ მთლიანად ამ პლანეტას რო შეხედოთ. იმისათვის, რომ რაღაცა იარსებოს, მეორე რაღაცას ჭამს და ანგრევს. აი, ვეფხვიდან დაწყებული და ოხრახუშით დამთავრებული. შესაბამისად, აგრესია, დისკომფორტი და ნეგატივი ამ პლანეტაზე არის ძალიან ბევრი. ესეთ პირობებში კიდევ დაისახო მიზნად დამატებითი, ასე ვთქვათ, ნეგატივი ეძებოდა შექმნა. ნუ გემოვნებს ამბავია, მაგრამ ისე იცოდეთ, ადამიანს თუ არ სურს კომფორტის ზონიდან გამოსვლას, იგი ჯანმრთელი. სრულ ვიდეოს ნახავთ ჩანაწერით, აქ ამ გვერდზე რჩება, ერთი თვის მანძილზე რჩება ხოლმე Facebook-ი ტოვებს და მე ერთ თვეში ხლის. 18-ში რაც იწყება, მას სარეგისტრაციო ლინკი დევს სადმე, არა სარეგისტრაციო ლინკებს არ ვაკეთებ ხოლმე, პირადში მომწერეთ პირდაპირ ამის თაობაზე, რომ გსურთ დარეგისტრირდეთ მარათონზე, რომელიც 18-ში იწყება. ოკეი. მოგეთ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ რეზიუმე, ხო? რომ ჯანსაღი მიდგომა ცვლილებების მიმართ არის ასეთი, რომ ვეძებოთ მარტივი, ოპტიმალური, სწრაფი, კომფორტული გზები შედეგების მისაღწევად. ამავე დროს დავეუფლოთ დისკომფორტთან, წინააღმდეგობებთან, პრობლემებთან გამკლავების მეთოდებს. იმ შემთხვევაში, თუ მათ წავაწყდით, რომ აქაც ვიყოთ, ასე ვთქვათ, მზად და შეიარაღებულად, რომ იტყვიან. კიდე ერთი შეკითხვა აქვს. ბევრ ვალდებულებას ვიღებ და რესურსიც არ ყოფნის ამას როგორ გავუმკლავდე. ნუ მარტივი შეკითხვა იქნებოდა, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ამდენ ვალდებულებას. თუ არ გაქვთ რესურსი, რა გაღებინებთ ამდენ ვალდებულებას, ხო? თუ ისე ვთქვათ, ამას ვერ უმკლავდებით, აი იცით რომ არ უნდა ქნათ და მაინც რაღაცა გეკაჩება შიგნიდან და აკეთებთ და მერე ხვდებით, მერე აცნობიერებთ, რომ თურმე ამოყავით თავი კიდევ ერთ ვალდებულებაში, ამ შემთხვევაში შემიძლია შემოგთავაზოთ პირადი შეხვედრა, პირადი კონსულტაცია, სადაც გავივლით ამ თემას, როგორც წესი, ერთი კონსულტაცია საკმარისია ხოლმე ესეთი პრობლემების მოგვარებისთვის. ამაზე შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. აჰა. მაგრამ ახლა გილოცავ ძველი ახალცას, თქვენს გილოცავთ საუკეთესო სურვილებით. ერთი კითხვა მაქვს. ტოქსიკურ ურთიერთობას როგორ დავახციოთ თავი? ემოციური მიჯაჭვულობა მაქვს.
ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია გჭირდება და სპეციალური ტექნიკების სამისოთ, იმიტომ რომ ესეთი ემოციური მიჯაჭვულობა ყალიბდება ჰორმონალური სახით. გონება მიცის, რომ ადამიანთან ან არ არის დასაწყები ურთიერთობა, ან წამოსასვლელი ხარ იქიდან, ხო? ან უკვე წამოსული ხარ და მაინც გეკაჩება განათიქით რაღაც, მაგრამ სხეულს ახსოვს, ასე ვთქვათ, ის მდგომარეობები, ის ემოციები და აი აქ არის სხეულისთვის ასახსნელი, მარტივად რო ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, ის ადამიანი, ვის მიმართაც აქვს თოლა, ეს არის როგორც მინიმუმ არასასარგებლო ან საშიში. ოღონდ სხეულისთვის გასაგებ ენაზე ეს ყველაფერი ასახსნელი. სიტყვები არ მუშაობს საუბედუროდ. ან უბრალოდ ახლა მე გავაცნობიერე, რომ всё ამ ადამიანთან აღარ მინდა და ეს აღარ არის სასარგებლო, ასე ვერა. ოკეი, კეთილი. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია შეძლებთ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას. თუ გსურთ, შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს ეთერი მათ, ვისაც ესე ვთქვათ, აინტერესებს, ვისაც ფიქრობთ, რომ შეიძლება დაინტერესოს ამ ადამიანებს. ეს მიდგომები, ან ვიღაცა თუ იცნობთ ესეთ ადამიანს, რომელიც სულ წვალობს, სულ ტანჯვაზოა და წვალების გზით მიდის, ამ შემთხვევაშიც გაუზიარეთ ეს ვიდეო, რომ ამ ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია, რომ შეიძლება გონება ცოტა გააფართოვა და დაინახო უფრო მარტივი და კომფორტული გზები ამ შემთხვევაში. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. და ვისაც შეგხვდებით ჩემს მარათონზე, ხო, ნუ იქ განვაგრძობთ შემდეგ. Biraz komunikacijas 18 იანვრიდან.